ჰაი თიმ დორამითა, ეს ისტორია ძალიან მომეწონა, ისეთი ჩამთრევია, ყურებას ვერ ვწყვეტდი და პერსონაჟები ძალიან ლამაზები არიან, გოგოებზე კი ლაპარაკი ზედმეტია, ყველაფერი ძალიან მშვენიერია. როცა ამას ნახავ, შენს ფავორიტების სიაში დაამატებ, ამას გვპირდები. ასე რომ, მოემზადე, რადგან სპოილერები მოდის. სერიალი იწყება მოსწავლით, სახელად მეორუ, რომელსაც კლასში სძინავს. და ეს იზმრება, რომ გოგონა, რომელიც მოსწონს, მისი თანაკლასელი ჯიონ სეო, სიყვარულს უხსნის. იმ მომენტში, როცა მას მძინარეს ხედავს, მისი თანაკლასელი აღვიძებს, რათა უთხრას, რომ გაკვეთილი უკვე დასრულდა და ეს გაღვიძების შემდეგ ჯიონ სეოს ყურებას იწყებს, თუმცა ვერ ბედავს, რომ დაელაპარაკოს და თავისი გრძნობები გაუმხილოს. შემდეგ სახლში დაბრუნების გზაზე, მეორუ ხედავს, როგორ აიძულებენ ჯიონ სეოს ძალით ჩაჯდეს მანქანაში, ამიტომ გადაწყვეტს უკან გახვეს. რათა გაიგოს, სად მიხავთ. მანქანაში ჯიონ სეოს მამაა, რომელიც მისი ოჯახის დანარჩენი წევრების მსგავსად, სინამდვილეში ვამპირია და ადამიანური სისხლისგან დაყენებული. შემდეგ კი 21 საუკუნის ვამპირების მოხმარებისთვის დახვეწილი ღვინის წარმოებითაა დაკავებული. იმ ვამპირების, რომლებიც უკვე საზოგადოებაში არიან ინტეგრირებულები ჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად. სანამ ისინი საუბრობენ, ჯიონ სეო, რომელსაც ძალიან ძლიერი ყნოსვა აქვს, ცდილობს მამა დაარწმუნოს თავის სურვილში, იცხოვროს ნორმალური ცხოვრებით და დაასრულოს სწავლა. თუმცა ის აიძულებს მას თავის მარანში წავიდეს, სადაც მისვლის შემდეგ ღვინოების ხარისხის შემოწმებას იწყებს. ცოტა ხნის შემდეგ მეორუ საწყობში მიდის, მაგრამ დამუხრუჭებისას ველოსიპედის ბორბლები უცურდება. ეცემა და MEORU-ს ხელი უსისხლიანდება. დროს ჯიონ სეო შიგნიდანვე გრძნობს თავისი თანაკლასელის სისხლის სუნს და სწრაფად გამოდის, რათა იქიდან გაიყვანოს, იმ მიზნით, რომ მამამ ზიანი ვერ მიაყენოს. თუმცა სანამ გარბიან MEORU სისხლის ხარისხი ჯიონ სეოს ყურადღებას იპყრობს, ის ვეღარ უწევს ცდუნებას წინააღმდეგობას და მას შემდეგ, რაც მისი ხელიდან სისხლს წოვს, კისერზე კვენს, რათა კიდევ მეტი სისხლი გამოიღოს. როცა აცნობიერებს რა გააკეთა, წამალს აძლევს და მომხდარის გამო შერცხვენილი მიდის. მეორე დღეს მისი მამა კვლავ სთხოვს მარანში მივიდეს სომელიეთ სამუშაოდ და მოგვიანებით კლასში მეორუ მის ყურებას იწყებს, უკვე იცის, რომ ის ვამპირია და თან წინაღამის ამბავს იხსენებს. ამის მიუხედავად, ჯიონ სეოს წარმოუდგენელი სილამაზის გამო ვხედავთ, რომ მეორუ კვლავ შეყვარებულია მასზე. სადილის დროს ის MEORU-ს ეუბნება, რომ მასთან დალაპარაკება სურს, ამიტომ სთხოვს გაკვეთილების შემდეგ ინსტიტუტის ეზოში შეხვდეს. ასე რომ გაკვეთილის დასრულების შემდეგ ჯიონ სეო მას ხელში კიდევ უფრო მეტი წამლით ელოდება და მზადაა მომხდარისთვის კიდევ ერთხელ მოუხადოს ბოდიში. თუმცა თავისი დაურწმუნებლობის გამო მეორუ ვერ ბედავს მასთან მიახლოებას. იმ მომენტში ჯიონ სეო ნერვიულად ხედავს, როგორ მოდის ინსტიტუტში ახალგაზრდა კაცი, სახელად შივუ, რომელიც აღმოჩნდება ვამპირი, ვისთანაც მას 50 წლის წინ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და მისი მიზანი MEORU-ზე თავდასხმაა. ამიტომ ის უკან მიჰყვება და კამათის შემდეგ, რომლის დროსაც ის ეუბნება, რომ მასთან შერიგება სურს, ახერხებს, რომ წავიდეს და მის თანაკლასელს ზიანი არ მიაყენოს. მოგვიანებით ჯიონ სეო თავის მეგობარ სუჯუნგთან ერთად ინსტიტუტის მაღაზიაში მიდის, სადაც ეს უკანასკნელი უყვება, რამდენად ძალიან მოსწონს გამყიდველი ახალგაზრდა ბიჭი, სახელად ჰიუნჯე. მაშინ შივუ ჩნდება და ჯიონ სეოს სთხოვს, რომ მასთან მარტო, უფრო წყნარ ადგილას დალაპარაკდეს. როცა იქ მიდიან, ის ეუბნება, რომ ჯერ კიდევ უყვარს და განზრახული აქვს მათი ურთიერთობა თავიდან დაიწყოს, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს, სანამ იქიდან წავა. ვითარებაში შივუ გადაწყვეტს ჯიონ სეოს მასწავლებელს მიუახლოვდეს, რომელიც სკოლაში სისხლის დონაციაზეა პასუხისმგებელი და სისხლის ჯგუფებზე საუბრის შემდეგ ეუბნება, რომ მისი სისხლის სუნი მიმზიდველია, რაც მას ცოტათი აოცებს და მისი სიტყვების გამო დაბნეულსაც ხდის. მათ შორის საუბარს გაიგონებს, ჰიუნჯე ჩნდება და შივუსას, რომელსაც როგორც ჩანს იცნობს, მოუწოდებს, რომ მოგვიანებით მასთან მარტო შეხვდეს. როცა ბოლოს ერთად ხვდებიან, ჰიუნჯე აღიარებს, რომ აქციაა და ადამიანებთან მისი საქციელის გამო შენიშვნის მიცემის შემდეგ ურტყამს და აფრთხილებს, რომ სკოლაში აღარ გამოჩნდეს, რადგან მისი მიზანია მიაგნოს უნიკალურ და განუმეორებელ სისხლის ტიპს, რომლის მატარებელიც MEORU-ა და რომელიც საფრთხეშია. საბოლოოდ, მეორუ ჯიონ სეოსთან მიდის და ის, რადგან აცნობიერებს რა საფრთხეშია, მას შემდეგ რაც ყველაფერს უყვება, რაც ვამპირებზე იცის, კიდევ მეტ წამალს აძლევს
რათა მეხსიერება დაუკარგოს და შივუ სამიზნეს მოაშოროს. თუმცა როგორც ჩანს, ეს MEORU-ზე არ მოქმედებს, რადგან თანაკლასელის მონაყოლის მოსმენის შემდეგ მას შიშის უმცირესი ნიშნიც არ ეტყობა. მოგვიანებით შივუ ჯიონსიოს სახლში გადადის საცხოვრებლად და მას შემდეგ რაც ჰიუნჯეი-ის მიყენებულ ჭრილობას უჩვენებს, ეუბნება რომ მათ შორის ერთი მაქციაა. ამასთანავე ის იწყებს ეჭვს, რომ ჯიონსეოს შეიძლება ჰქონდეს მეტი ინფორმაცია იმ განსაკუთრებული სისხლის შესახებ, რომელსაც ეძებს. ამიტომ ეკითხება, ოდესმე თუ ჰქონია მისი დაყნოსვის შესაძლებლობა, რაზეც ის თავისი თანაკლასელის გამო შეშინებული. პასუხობს, რომ არა. ამის მიუხედავად, მოგვიანებით შივუ, რომელიც ძებნას არ წყვეტს, ინსტიტუტში ახალ მოსწავლედ წარადგინეს, რამაც ერთი მხრივ დანარჩენი მოსწავლე გოგონების აღტაცება გამოიწვია მისი სილამაზის გამო. ხოლო მეორე მხრივ MEORU-ს ეჭვიანობა, რომელიც ხედავს, როგორ ჯდება ის ჯიონსიოს გვერდით. როცა მასწავლებელი შემოდის, ის მოსწავლეებს აცნობებს, რომ მეორე დღეს სისხლის დონაცია უნდა გააკეთონ, რაც ჯიონსიო შიშის იწვევს, რადგან იცის, რომ შივუემ MEORU-ს განსაკუთრებულ სისხლს აღმოაჩენს. გაკვეთილების შემდეგ, სუჯუნგ ჯიონსეოს ეკითხება, იცნობს თუ არა ახალ მოსწავლეს და ის რადგან მეგობართან ტყუილს ვერ ახერხებს, ეუბნება, რომ ის მხოლოდ ძველი მეგობარია, რის შემდეგაც სუჯუნგს თხოვს გააცნოს, რათა უკეთ გაიცნოს. და ის პირდება, რომ დაელაპარაკება. ჯანდაბა! კლასში დაბრუნებისას შივუ ცდილობს ჯიონსეო უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს, ამიტომ მის სასმელს იღებს და დანარჩენ მოსწავლეებს აჩვენებს უცნაურ სუნს, რომელიც მისი ბოთლიდან გამოდის. მეორუ, რომელმაც იცის, რომ ჯიონსეო ცხოველების სისხლს სვამს, ბოთლს იტაცებს და მას შემდეგ, რაც პატარა ყლუპს მოსვამს, ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი სასმელია, იმ მიზნით, რომ დაიცვას. თუ ეს სიყვარული არ არის, მაშინ არ ვიცი რა არის. გაკვეთილების შემდეგ მეორუ ჯიონსეოსთან რჩება, რომ დაელაპარაკოს შივუს ყურადღებიანი მზერის ქვეშ, რომელიც ეჭვიანობით უყურებს მათ კარგ ურთიერთობას. შემდეგ ის ცდილობს ხელი ჩაჰკიდოს, მაგრამ ჰიუნჯეი ჩნდება, რათა ხელი შეუშალოს, ამიტომ შივუ აღიარებს, რომ სწორედ ესაა ის მაქცია, რომელმაც თავს დაესხა და ის ამას ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ადასტურებს. ამის შემდეგ ჯიონსიოს მშობლები კვლავ ჩნდებიან და ოჯახური წევრის სახით აუქციონში დახმარებას თხოვენ, ხოლო სახლში დაბრუნების შემდეგ ის ბოლოს კამათობს და შივუს ურტყამს მას შემდეგ, რაც ის კვლავ აგრძელებდა ურთიერთობის აღდგენის თხოვნას. რა შემაწუხებელია ეს ტიპი. მეორე დღეს ჯიონსეომ MEORU-სთვის განსაკუთრებულ საჭმელს ამზადებს, რათა დონაციის დროს მისი სისხლის სუნი გადაფაროს. და მართლაც, როცა შივუ მის სისხლს დასაყნოსად უახლოვდება, თითქოს ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ამჩნევს და მიდის. თუმცა გაკვეთილების დასრულების შემდეგ ის MEORU-ს სთავაზობს, მასთან სახლში წავიდეს. ასე რომ, როცა ჯიონსეო სახლში მიდის და ხედავს, რომ MEORU-ს ველოსიპედი ბაღშია გაჩერებული, სახლში შედის და მომხდარის გამო შივუს ურტყამს. თუმცა, რადგან იმ მომენტამდე მას MEORU-სთვის არაფერი დაეშავებინა, ნანობს და მისი ჭრილობების დამუშავების შემდეგ ორივეს მარტო ტოვებს. მაგრამ იმ მომენტში შივუ მისი არყოფნით სარგებლობს MEORU-ს ხელზე კვენს და მის სისხლს სწოვს. თუმცა ჯიონსიო ჩნდება და თავისი თანაკლასელის სიცოცხლის გადასარჩენად ემუდარება, რომ მამას არ უთხრას. თითქოს მეორუ ისეთი სისხლის ტიპის მატარებელია, რომელიც ვამპირებისთვის ასე ძვირფასია და არწმუნებს, რომ სწორედ მან გამოიწვია თავისი ადამიანური დედის სიკვდილი, როცა მისი სისხლის უზარმაზარი ხარისხით ისარგებლა. ამის შემდეგ შივუ ეუბნება, რომ ამას საიდუმლოდ შეინახავს იმ სიყვარულის გამო, რომელსაც მის მიმართ გრძნობს. ხოლო მოგვიანებით მეორუ ჯიონსიოს თავაზობს, რომ ვამპირად აქციოს, რათა უსაფრთხოდ იყოს. თუმცა ის უხსნის, რომ ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ამისთვის 100%-ით ვამპირი უნდა იყოს და არა მხოლოდ მამის მხრიდან. როცა მის წუხილს ხედავს, მეორუ ცდილობს გაამხნევოს იმ სიმღერის შესრულებით, რომელიც მისი საყვარელია. თუმცა რამდენიმე წამში ყვირილის ხმა ისმის და როცა ორივე ახალგაზრდა იქ მიდის, რათა გაარკვიონ რა მოხდა, იქ ჰიუნჯეი-ის ხდებიან გვამთან ერთად. მაშინ ის ეუბნება, რომ ეს ბოლო დღეებში უკვე მეხუთე მკვლელობაა და ამტკიცებს, რომ ამ ყველა სიკვდილზე პასუხისმგებელი ვამპირია, რადგან ყველა მსხვერპლი ძალიან მაღალი ხარისხის სისხლის მატარებელი იყო. მისი სიტყვების მოსმენისას ჯიონსეო ხვდება, რომ დამნაშავე შესაძლოა მისი მამა იყოს, ამიტომ მასთან მიდის.
რათა ჰკითხოს, მაგრამ საუბარი ძლიერ კამათში მთავრდება. ამის შემდეგ ქუჩაში შივუ ჯიონსეოს ხვდება, რომელიც განადგურებულია, ამიტომ ის შემთხვევით სარგებლობს. ეხუტება და მის დამშვიდებას ცდილობს. თუმცა, მეორუ, რომელიც ამ სცენას შორიდან უყურებს, უშედეგოდ ცდილობს დაუყვიროს, რომ ერთმანეთს მოშორდნენ და ის მასთან მივიდეს. მაგრამ მას არ ესმის და ბოლოს შივუსთან ერთად მიდის. დღეების გასვლასთან ერთად, მკვლელი თავის საქმის კეთებას აგრძელებს, რაც შიშს იწვევს როგორც ჯიონსეოში, ისე შივუში. ერთ ღამეს, სანამ მიორუ ველოსიპედით სეირნობს, ხედავს, რომ უცნაური კაცი სუჯუნგს ხელს ავლებს, ამიტომ ჯიონსეოს ატყობინებს იმის შიშით, რომ ეს შეიძლება ვამპირი იყოს. და ასე ის შივუსთან ერთად MEORU-ს მიერ მითითებულ ადგილზე მიდის. თუმცა, როცა იქ მიდიან, სუჯუნგმა თეუბნება, რომ კარგად არის, მაგრამ მისმა თავდამსხმელმა მიორუ გაიტაცა. არა, ახლა მას ღვინოდ გადააქცევენ. ამგვარად, ჯიონსეო მომხდარს ჰიუნჯეი-ის ატყობინებს და სამივე გადაწყვეტს. ერთად წავიდნენ MEORU-ს მოსაძებნად, რომელიც როგორც ირკვევა, ჯიონსეოს მამის მარანშია გატაცებული, რომლის მიზანიც ცხადია, მისი სისხლის მიღებაა. მაშინ სამივე მარანისკენ მიემართება და მას შემდეგ, რაც მისი მამის კაცებს ებრძვიან, ჯიონსეო ახერხებს შესვლას და MEORU სდროულად გადარჩენას. ამის შემდეგ ჯიონსეო მამასთან კამათობს და მის ეგოისტურ საქციელს საყვედურობს, რითაც მამას აშკარად აბნევს, რომელიც ცდილობს გაიაზროს ის შთაბეჭდილება, რაც საკუთარ ქალიშვილს მასზე აქვს. MEORU-სთან ერთად გამოსვლისას მამის ასისტენტი ჯიონსეოს უმხელს, რომ მამამისი შივუს მამის გარდაცვალებაშიც დამნაშავეა. თუმცა შურის ძიების წყურვილის მიუხედავად შივუ გადაწყვეტს, ეს არ განახორციელოს იმ სიყვარულის გამო, რომელსაც ჯიონსეოს მიმართ გრძნობს. მეორე დილით ჯიონსეო საავადმყოფოში მიდის, რათა მოინახულოს მიორუ, რომელიც დაკვირვების ქვეშ იმყოფება წინა ღამეს დაკარგული სისხლის დიდი რაოდენობის გამო. მალევე სუჯუნგ ჩნდება, მადლობას უხდის გადარჩენისთვის, სიყვარულის გამო ჰგონია, მაგრამ ის უარყოფს და არწმუნებს, რომ მხოლოდ ჯიონსეო უყვარს. ამის შემდეგ შივუ და ჰიუნჯეი-ა იცაჩნდებიან, რომელსაც სუჯუნგ სიყვარულში უტყდება და პირდება, რომ მხოლოდ მასთან დარჩება. სახლში დაბრუნების შემდეგ ჯიონსეო და შივუ მომხდარზე საუბრობენ, როცა მოულოდნელად ჯიონსეოს მამა შემოდის და ბოლოს ბოდის უხდის მას, ასევე უფლებას აძლევს, მხოლოდ სწავლაზე გაამახვილოს ყურადღება. შემდეგ კი ის შივუს გადასცემს თავისი ღვინის კომპანიის წილებს, რომელიც გარდაცვალებამდე მის მამასთან ერთად დააფუძნა, რათა როგორმე აუნაზღაუროს მამის გარდაცვალება. არ ვიცი, რიკ. რამდენიმე დღის შემდეგ ჯიონსეო შივუსთან ერთად მიდის, რათა დაემშვიდობოს ჰიუნჯეი-ის, რომელმაც სამსახურებრივი მიზეზების გამო უნდა დატოვოს ქალაქი. ამის შემდეგ შივუ უმხელს ჯიონსეოსას, რომ აცნობიერებს თუ როგორ უყვარს მას მიორუ, ამიტომ მასთან ერთად საუკეთესოს უსურვებს. მოგვიანებით ჩვენ გვიჩვენებენ ჰიუნჯეი-ისას, რომელიც მკვლელთან ერთად შეხვედრას მართავს, როგორც ირკვევა, მკვლელი მისთვის მუშაობს, რადგან მისი ნამდვილი, ფარული ინტერესი ვამპირებისთვის განკუთვნილი დახვეწილი ღვინის ბიზნესია. რა მოულოდნელი შემოbrunება! დროთა განმავლობაში ვხედავთ, როგორ მძაფრდება ჯიონსეოსა და MEORU-ს ურთიერთობა იმ დონემდე, რომ ის გადაწყვეტს მთლიანად გვერდზე გადადოს თავისი ვამპირული მხარე, რათა მასთან ერთად ნორმალური ადამიანის მსგავსად იცხოვროს, ზუსტად ისე, როგორც თავად სურდა. აი, ასე მთავრდება ეს დორამა. არ დაგავიწყდეთ ჩვენი ვიდეოს მოწონება, გამოიწერეთ არხი და არ გამოტოვოთ მსგავსი ვიდეოები. მომავალ შეხვედრამდე!